ფილმში მოგითხრობთ ერთი ქართველი ქალის ისტორიას, რომელსაც მოუწია ძალიან წოდროში ცხოვრება. მისი მეუღლე გადასახლებაში დაიღუპა და მან 4 შვილი ობლად აღზარდა. მარტო ხელა დედას ავადმყოფობის გამო გარდაეცვალა 21 წლის ქალიშვილი. ამ ძიმე ტრაგედიის შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და მისი ორი უფროსი ვაჟი ომში გაიწვიეს. უმცროსი კი ბავშვობაში უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგული ფეხის გამო სახლში დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბავშვმა ამდენი უბედურება გადაიტანა, მან მაინც შეძლო მომავალში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი გამხდარიყო. ეს გახლდათ გოგი ცაბაძე. სწორედ მას მოუწია დედისთვის უფროსი ძმის დაღუპვის შესახებ ეთქვა. შვილის სიკვდილმა იმდენად იმოქმედა, რომ გიორგიმ ვეღარ გავედა დედისთვის მეორე ძმის სიკვდილის შესახებ ეთქვა, რომელიც ძალიან მოკლე დროში დაიღუპა. დედამისი ბოლო ამოსუნთქვამდე ელოდებოდა შვილის დაბრუნებას. თავის ცხოვრების ეს ისტორია გიორგი ცაბაძემ გაგვიზიანა მშვენიერი მელოდიით, რომლის ყოველი ნოტი სავსეა დედის ტკივილით. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ცაბაძე 1991 წელს გარდაიცვალა, ამ სიმღერის მეშვეობით მან თავისი ბავშვობის ისტორია სამუდამოდ დაგვიტოვა. სადღაც უცხომითაც გალაზე განისვენებ სალამად, შენი დავარცხნილი თემები აუწეთა ქარამა, შენი გაგება სიკლუდი გაუხმ Sheri